წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი ცნობილი პრელუდიით დაიწყო. ხელისუფლებასთან მეტნაკლებად, მაგრამ მაინც კონფლიქტური დამოკიდებულება ფესტივალის ორგანიზატორ ქეთი დოლიძის მხრიდან, როგორც წესი, არც თუ საკმარისი თანხების გამოყოფით იყო განპირობებული. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, წელს რიგით მეცხრე საჩუქარი მაინც დაიწყო. ხმაურიანი პრელუდია კი მალევე განეიტრალდა. მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ წლევანდელ ფესტივალს საერთაშორისო დონის რამდენიმე სტუმარი ეყოლებოდა. საჩუქრის ორკვირიანი პროგრამა გასული წლისგან განსხვავებით უფრო დატვირთული და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. წელს ფესტივალის სტუმრები არამხოლოდ რუსული დასები აღმოჩნდნენ, რომლებიც ტრადიციულად ყოველწლიურად სტუმრობენ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალს, არამედ ამერიკული, უკრაინული და თურქული დასებიც. Поехали! Хочет, пускай остается, ничего с ним не сделать. Может, стало пойдет, не пойдет. Папа, он нас догонит. Срежет напрямик, дал по дороге и домой. Вы знаете, он конечно, хотел друзей. ფესტივალის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში ანდრეი კანჩალოვსკის ჩამოსვლა აღმოჩნდა. საჩუქარი წელს სწორედ კინემატოგრაფში, ოპერასა და თეატრში ერთნაირი წარმატებით მოღვაწე რეჟისორის მიერ დადგმული ჩეხოვის თოლიის წარმოდგენით დაიწყო, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩაიტვირთა. საჩუქრის ერთ-ერთ ჰედლაინერს ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის ფესტივალის ტრადიციული ჯილდო მიხეილ თუმანიშვილის ქანდაკებას გადასცეს. მე უბრალოდ მგონია, რომ ეს არის თანამედროვეობის არა მარტო ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი რეჟისორი, ეხლა უკვე თეატრალურიც, თუმცა დიდი ხანია უკვე ოპერაში და თეატრში მოღვაწეობს, ისე როგორც კინოში, მაგრამ მე მითხრა ერთი არაჩვეულებრივი ფრაზა. ჩვენ ვემსახურებით იმ ხელოვნებას, რომელიც დარჩა იქ, სადაც ჩვენ ყოფნა გვიყვარდაო. აი ჩვენნაირი ხელოვნება ჩვენი ხელოვნება თითქოს დღეს ახალგაზრდობას იმდენად აღარ ჭირდება. იმ ახალგაზრდობას მეუბნება, რომელიც პლასტმასის იმას არის შეჩვეული. ამის წინააღმდეგია კანჩალოვსკი, ამის წინააღმდეგია ეს ფესტივალი. ამიტომ თუ რამე ჩამოდის აქ, ყოველთვის ჩამოდის ძალიან მე მგონია და იმედი მაქვს მაღალი ხარისხის. Вы знаете, Андрей Сергеевич – это такая нечаянная радость в моей жизни, потому что общение с этим человеком чрезвычайно интересно. С носителем такой информации, такой генетики, такого воспитания, такого образования и такого опыта общаться с таким человеком всегда большое наслаждение. ჩეხოვის თოლის კანჩალოვსკისეული ვარიანტის შემდეგ მეორე დღეს ჟურნალისტები ცნობილ რეჟისორს ესაუბრებოდნენ. Театра нет. На Западе больше нет театра. Мы говорим, то есть, так сказать, со смертью Питера Брука, Стреллер умер, понимаете, там, нам остается очень мало. Лондон, великий театр, был в Лондоне, кончился театр. Теперь нет спектаклей, если нет там звезды. Зритель не ходит. Почему? Потому что изменился зритель. ტრადიციულად რამდენიმე თეატრალურ სივრცეზე გადანაწილებული ფესტივალის მენიუს გარკვეული ნაწილი პატარა თეატრში იყო წარმოდგენილი. ამავე თეატრში ფესტივალის ფარგლებში მაყურებელმა ამერიკული მონოსპექტაკლი კლერმანი იხილა, მსახიობ რონალდ რანდის მონაწილეობით. რეჟისორ გრეგორი აბელსის თეატრალური ოპუსი ცნობილ ამერიკელ რეჟისორს ჰეროლდ კლერმანს მიეძღვნა, მე-20 საუკუნის ცნობილი დასის გროვ თეატრის დამაარსებელს, რომელმაც ამავე დასის შექმნით ამერიკულ და არამხოლოდ ამერიკულ თეატრალურ ხელოვნებაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. Sort of at an angle. He acted like he owned the joint. I'd watch James Joyce linger over books. Also, I do want to especially thank Keti განსაკუთრებით მადლობა მინდა გადავხალ ავტორ ქეთის and the 9th annual International Festival of Arts of Georgia. და მეცხრე საერთაშორისო ფესტივალს, named in ხელოვნების honor ფესტივალს, of her magnificent father. რომელიც ეძღვნება არაჩვეულებრივ პედაგოგს, because it's so მამას important წამოსდა. to share these ideas about art and about culture. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია აზრის გაზიარება.
სამეფო უბნის თეატრში მაყურებელი თვალყურს ბრაზილიურ ნამუშევარს ფლამინგოს ადევნებდა. პერფორმანსის სინჯის სანახაობა, რომელსაც თავად ბრაზილიელები პაპეტ შოუ ბალეტს უწოდებენ, თანამედროვე ცივილიზაციის მისამართით შეთხზული ნამდვილი თეატრალური მეტაფორა აღმოჩნდა. ნაგავში დაბადებული სილამაზე ფლამინგო სამეფო უბნის თეატრის სცენაზე რეჟისორმა ანნე ვესფალმა და მსახიობმა ბენ კლაინმა ამოძრავეს. მე უფრო ოპტიმისტურად დავამთავრებდი ამ სპექტაკლს, უფრო მეტი ოპტიმიზმი და უფრო ბრაზილიურ რიტმში დავამთავრებდი ამას, თუმცა ეკოლოგიური პრობლემა იმდენად დიდია, რომ სასიხარულო არაფერი გველის, მაგრამ მაინც ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, რომ ეს პრობლემა აღარ იყოს. ეს ერთ-ერთი ნაწილია ჩვენი ცხოვრების. ესეც გამოხატა მსახიობმა. ფესტივალის ნამდვილი კულმინაცია რუსული და არა მხოლოდ რუსული თეატრალური სივრცის გურუს ანატოლი ვასილევის მიერ თბილისში ჩამოტანილი ორი ცნობილი სპექტაკლი პუშკინისეული დილა და კა აღმოჩნდა, რომლებიც საჩუქრის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. თუ 2 წლის წინ ფესტივალზე ანატოლი ვასილევი მხოლოდ ვიდეო მასალით ჩამოვიდა და მარჯანიშვილის თეატრში ვალერი დრივილის მონაწილეობით ჰაინერ მიულერის მედია მასალა და ლერმონტოვის მასკარადის ვიდეო ვერსიები წარმოადგინა, ამჯერად 2 წლიანი პაუზის შემდეგ ქართველმა მაყურებელმა თეატრალური ქურუმის სპექტაკლების ხილვა უკვე ცოცხლად შეძლო თუმანიშვილის თეატრში. როგორც წესი საჩუქრის პროგრამაში ქართული თეატრებიც აღმოჩნდნენ, მათ შორის ისეთები, რომლებიც ხანგრძლივ სარემონტო შესვენებაზე გასულები არ არიან. თეატრალური სარდაფის, გლობუსისა და თავისუფალი თეატრის ცნობილი სპექტაკლების ჩვენების შემდეგ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში რეჟისორმა კოტე მირიანაშვილმა მე-19 საუკუნის ფრანგი დრამატურგის კრიბის პიესა ჭიქაწყალი წარმოადგინა საფრანგეთის სამეფო კარის ინტრიგები ქართულ სცენაზე. სამეფო კარის ინტრიგებია, ანუ პოლიტიკური ინტრიგები, მაგრამ აქ სიყვარულია ჯარეული და ჩვენ შემთხვევაში პოლიტიკას ამოძრავებს სიყვარული, რომელსაც აქ ჭიქაწყალს ეძახიან რატომღაც. ხო, და მე მინდოდა რომ შეიძლება მსუბუქი ყოფილიყო ლამაზი ეს სპექტაკლი, იმიტომ რომ თვითონაც ასე არის დაწერილი, ძალიან კარგი როლებია, როგორც ნახეთ, რამოდენიმე თანაბარი როლი არის და მე სიამოვნებით ვიმუშავე ამ პიესაზე. რა თქმა უნდა, მე მიმაჩნია, რომ ფესტივალი ძალიან კარგია თავისთავად. თვითონ იდეა არის არაჩვეულებრივი, ყოველთვის ყველგან დედამიწის ზურგზე და საინტერესოა და სასიამოვნოა, დღესასწაულია თეატრის, ეს არა მარტო თეატრალური ფესტივალია, ასე ქვია, ხელოვნების და ძალიან საინტერესო დასები კოლექტივები ჩამოდიან, ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ნახოთ და ეს ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. აქვე მაყურებელმა ტაბაკოვის თეატრალური დასი ფოლკნერის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ვიდრე უკვდებოდი მიიღო. ოლეგ ტაბაკოვი, რომელიც საჩუქრის ერთ-ერთ ფავორიტა და მეგობრად მოიაზრება და რომელსაც ამავე ფესტივალზე რამდენიმე цნობილი სპექტაკლი აჩვენა, ამჯერად სცენაზე არ გამოსულა. მისი თეატრი რეჟისორ მინდაუგას კარბაускისმა фолькнерის მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარადგინა. Я понимал, что невозможно поставить. Это был наш поступок, просто попробовать перенести этот материал на сцену, как бы перевести на театральный язык. А Фолкнер для этого все сделал, он писал образами, как бы, и просто вот это наша такая попытка создать ансамбли и создать этих людей, да, прикоснуться. Вот, а по-настоящему прикоснуться может помочь только зритель. Я вот вижу, сегодня зритель нам помогает, как бы, поверить в себя и в этих людей. Это такая история, с одной стороны, ну, как бы, наверное, это покажется смешно, такое отношение к смерти необычное, но, в принципе, в жизни, я убедилась в том, что в жизни есть все. Вот. И смерть, она сама по себе, это не какое-то событие, а это то, к чему мы все приходим в итоге. И это как часть жизни. Вот. Ну, наверное, вот это главное, что есть в спектакле.
რიგით მეცხრე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი დღეს დასრულდა. 2 კვირის განმავლობაში ამავე ფესტივალის ფარგლებში ქართველმა თეატრალებმა არაერთი განსხვავებული სინჯის საინტერესო სანახაობა მიიღეს. ფესტივალის კარი მომავალ წლამდე დაიხურა ნაცნობი პრელუდიისა და თეატრალური სამყაროს ცნობილი წარმომადგენლების მოლოდინში.